სალადა ღირსებო, მეგობრებო. მოგესალმებით გარესჩას უდაბნოდან. მე და ჩემი მწვანე ხვლიკი. ყველას მოგესალმებით. ჩემ გამომწერებს პირველ რიგში, ვისაც ჯერ არ გამოუწერია იმასაც და ვინც საერთოდ თუ არ აპირებს გამოწერას, იმასაც მივესალმები, არ არის პრობლემა. მოკლედ დღეს ესეთი საინტერესო რაღაც გადავწყვიტეთ. მე და ჩემი ხვლიკმა. მოკლედ მე მინდოდა კვეტერას მონასტერში, უბრალოდ მინდა კვეტერას მონასტერში წასვლა, არ ყოფილვარ. მონასტერი კი არა, ციხე უბრალოდ, ეკლესიაც არის. ჩემი ხვლიკი კიდე გადაფიჩინდა, რომ არა, გინდა თუ არა სტალინის სახლ-მუზეუმში წავიდეთო. ნუ ძალიან დიდი პაკლოვნიკი არის სტალინის. ხო და ესეთი რაღაცა და გადავწყვიტეთ, რომ ავაგდოთ ეს არიოლი და რეშკას რო ეძახიან და ნუ რაღაცა დავძებნე ხურდები რაც ჰქონდა შეგროვილი სხვადასხვა ქვეყნებიდან და ახლა ქართული ისეთი არის რა რაღაცა აქეთ ორლარიანია, ორიანი და ბორჯღალიც არა აქვს უკან მოკლედ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩეხური 20 კრონიანი აგვეგდო. სამხარეს არის მხედარი ვიჩისლავი, ესე იგი ჩეხეთის თავარი კნიაზს რო ეძახიან თვითონ და მეორე მხარეს არის ლომი. მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ ეს მხედარი თუ ამოვიდა, ესე იგი მივდივართ კვეტერას მონასტერში, თუ ლომი ამოვიდა, მივდივართ სტალინთან. აი ხა ავაგდეთ თქვენ თვალწინ და ნახოთ რა გამოვა. აჰა, გაიხარე. მუშაო წამებო. გაიმარჯვა, ესე იგი ჩვენმა მწვანე ხვლიკმა და მივდივართ სტალინთან. ახლა თან ლომი აირჩია, ლომი არისო და ლომთან წავიდეთო. კი ბატონო, წავიდეთ. ახალი გრი არის. წავიდეთ გორში სტალინის სახლ-მუზეუმში. არა ვარ ნამყოფი. გორში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ სტალინის სახლ-მუზეუმში არ ვარ ნამყოფი და რა ვიცი, აი დღეს თქვენთან ერთად მოვინახულებ ამ დიდი ქართველის სახლ-მუზეუმს. ხო, როგორ ესე იგი ნიშნის მოგებით მიყურებს რა. ჩემი მწვანე ხვლიკი. კარგი, დავიზარით მოკლედ. გიჟივით მიდის, როგორ ეჩქარება კაცო. აი ისა არ გაიქცევა არსად. გადამრევს ეს ადამიანი კი არა, მოტოციკლები. დავიზარით მოკლედ. მე ჩემი სახლი. იმედია ყველაფერი ჩაივლის როგორც ყოველთვის. მშვიდობიანად ღვთისმსხალ. რაღაცა ტრაქტორმა გაიარა. იქნება დაიწყო ნამგზის რეკონსტრუქცია კი არა, დასრულება ასფალტის რა მაგარი იქნება. ისე მინდა ამ ახალი გზის წარმოიდგინეთ როგორი. ნუ მე ჩემ მწვანე ხვლიკს უფრო უნდა ეს, რომ როდის გავტესტავთ, ესე იგი რუსთავი გარეჯის ახალ მონაკვეთსო, ნუ სულ მაგაზი არის და არ ვიცი ხა ილანძღება ხშირად კიდევაც რატო შეჩერდა და იმიტომ რომ მაისში ვპირდებოდნენ თუ ივნისში დასრულებას და აი მოკლედ ძალიან უშვერი სიტყვებით ილანძღება ხოლმე. თავრობასაც აგინებს და მე რა თქმა უნდა როგორც მე წესიერი პიროვნება ვაჩერებ ხოლმე და სიმშვიდისკენ და პოლიტკორექტურობისკენ მოუწოდებ. წინ ახლა ხურის ფარა არის სხვათა შორის, აი ძაღლები გახსოვთ ვაჯაბშაველასთან რო ვიყავით ძაღლები უკვე ემზადებიან მე მგონი. ერთი ძაღლი კოჭლია, ძალიან კარგი. ეს გაითვალისწინეთ მეგობრებო, რომ კოჭლი ძაღლი არის ჩვენი ძმა და მეგობარო, რამდენი ძაღლები არიან. ბიჭო, my god. You gotta be shitting me.
ho. Hey, baby. Hey. Okay. Good boy. Don't. Oh my God. რამდენი ძაღლია თა რამ ხელებით. Yeah. ესე იგი, ავიც ამდენი ძაღლი ერთ ფარაში იშვიათი არის. დიდი ფარაკი იყო, მაგრამ ავიც თან არ ჩანს კადრში რა მხელები იყვნენ, ზოგიერთი მხელა იყო, რომ დათვივით იყო. ბოლოს რო ჩანს მარცხნივ, დათვებივით იყო. ავიც ერთი რო ჩაეკბიჩა, ერთი ჩაკბეჩა, ერთი ბარკალი გამოვიდოდა. მადლობა ღმერთს შვიდობიანად გადაურჩი. იქ ახლო იყვნენ წყემსები, მაგრამ ეხა უცებ რომ მოგაფრინდეს, სანამ წყემსი გაგაშველებს. კარგად ესე იგი, მინდოდა რომ ნელად შვიდად მეულა, მაგრამ მწვანე ხვლიკი გადაირია, მოკლედ მთელი გზა სტალინი და აი გიჟივით იყო რა. ვერ ვიმორჩილებდი. საკმაოდ ჩქაროს მოგზაურობა გამოდიოდა. Დაინახეთ ხო მეგობრებო, როგორ უცებ შევიდა ტრეილერი. აი, იმიტომ არ არის მაღალი სიჩქარით მანქანებს შორის ძრომიალი კარგი. შეიძლება უცებ რომელიღაცა მანქანა ძალიან მკვეთრად შევიდეს მარცხნივ. და ჩემი ფეხები მერე. წავიდა უყარე კაკალი. ხშირად გითხოვენ ხოლმე ავტომანქანები გზას გადადიან მარცხნივ, მაგრამ აი კონკრეტულად ამ თეთრი ლექსუსის მძღოლმა საოცრება გააკეთა, გადავიდა უკიდურესად მარცხნივ, ლამის მე მგონი გადაკვეთა კიდეც ხერხზულად და გამატარა. მოკლედ დიდი რესპექტი ამ ადამიანს. Sapireb sadme შევეფარო თამის. უშენი დედა კივატირე, ჰა. No. აი არის რაღაცა ბენზინ გასამართი სადგური და იქნება
ჩვენ ესე იგი ვეძებთ ეხლა ვეძებთ სტალინის სახლ-მუზეუმს. მოკლედ შემოვედით გორში, ვესაუბრეთ იქ გორელებსაც ვესაუბრე, ვაგინეთ იმ ხალხს. მოკლედ ესე იგი რა ხდება? ჩემმა ხვლიკმა მე ვიცოდი, მაგრამ ამან არ იცოდა, რომ ამან არ იცოდა ის ამბავი, რომ სტალინის ძეგლი აიღეს. ხო და ნუ არ ვიცი, აი ახლა ვერ გეტყვით რა სიტყვებით არ ვიცი, მე არ გამიგია ისეთი სიგინებები, საერთოდ არ გამიგია. სავარაუდოდ იაპონურიდან თარგმნიდა ქართულად რა, ნუ აი ვინც ის ძეგლი აიღო და ნუ მიშა კი არა გრიშა საერთოდ მოსატანი არ არის რა იმასთან. გრიშა ონიანი ამასთან შედარებით არის ანგელოზი. ვინც ხელი მოკიდაო, ვინც ხელი მოაწერაო, ნუ მიშას ხო აგინა ეგ ხა მიშას რო აგინა აგერ სტალინის სახლ-მუზეუმი. მიშას რო აგინა ხო ნუ საერთოდ ეგ ხო გასაგებია რომ აგინა უშვერის არა ამ ქვეყნიური სიტყვებით, მაგრამ ვინც ხელი დააკარაო, კარჩო, ვინც კავშირში იყო მაგ სტალინის ძეგლის აღებასთან, ყველას უტრიალა. მოკლედ აი ეხლაც გაცოფებული არის, მაგრამ გადაუარა ცოტა ეს ადამიანი. მოტოციკლეტი მალე წყნარდება შედარებით ადამიანისგან განსხვავებით. მწვანე ხლიკი კი არა, არის მწვანე გრიშა. აიცა ვნახო ერთი სად არის. მაპზე ვნახო რა. შევედით მოკლედ შვიდობიანად მივედით. ჩემი მწვანე ხვლიკი დავტოვე. ო ძალიან უნდა და სტალინის სახლ-მუზეუმში ამიყვანება, მაგრამ კიბეები იყო. მე იძახდა რომ ძეგლთან ესე იგი სახლ-მუზეუმის წინ რო ძეგლია იქ შევიდეთ, მაგრამ იქაც არ შეიძლებოდა შესვლა და ცოტა განაწყენებული დარჩა, გარეთ მელოდებოდა. მე შევედი ესე იგი სტალინის სახლ-მუზეუმში. აგერ ხედავთ საკმაოდ საინტერესოა, მინდა აღვნიშნო. საკმაოდ საინტერესო არის სხვადასხვა მასთან დაკავშირებული წიგნები გამოცემული. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა. მე უნდა გამოგიტყდეთ ახლა რაღაც დაგიმალოთ და ცოტა ემოციურად ახლა მოტოციკლეტით გადაადგილება ძალიან მაღლა წევს ტესტოსტერონს, ადრენალინს და ნუ ახლა მაგ ფონზე ხოლმე ცოტა ძნელია რაღაცა ესეთი ისტორიული ფაქტების და ღრმა შინაარსის მოვლენების გაანალიზება, მაგრამ მაინც მიუხედავად მაგისა საკმაოდ სასიამოვნო იყო. არ მოველოდი, საკმაოდ დიდი მუზეუმი არის და საკმაოდ მდიდრულად არის გაკეთებული, ძალიან მომეწონა ეგ ამბავი. როგორც ჩემი მწვანე ხვლიკი ამბობს, სტალინი იმსახურებს ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი იყო. სოფლიო ისტორიაში ნამდვილად იკავებს საპატიო ადგილს უდიდეს ადამიანთა შორის. როგორც ყველა უდიდესი ადამიანი, მისი პიროვნება საკმაოდ სადაო არის. არის მისი მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ეს ბუნებრივია, გასაგებია. აგერ ჩემი მწვანე ხვლიკი მისი პიროვნების თავმოყრილია. საათაშორის გზაში რომ მიდიოდით, არ ვიცოდი ეგ ამბავი, ეს რაღაცა მითხრა, რომ
როდესაც იაპონელებთან იყო სამურაებთან დაპირისპირება მოხდა და გვახსოვს ეს კამიკაძეები და ამერიკული ჩაძირული გემები სტალინსო ეცოდებოდა სამურაებიოდან პატივისცემდაო და მათთან მოლაპარაკება უნდოდაო ესეთი რაღაცა მითხრა და აქედან მოდისო ჩემი ეს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა სტალინის მიმართება ახლა ესეც ეს პრინციპში ისტორიული ფაქტი არის რუარ პავლიტორ ეს მართლაც ესე იყო თუ შევისწავლეთ ესე იგი იმ დროინდელ ისტორიულ ფაქტებს ну ასე მოკლედ ზოგს მოწონს ზოგს არ მოწონს ყველა საგემეც კი ყავს მოწინააღმდეგები და ზოგს არ მოწონს ეს არის სტალინის ვაგონი, რითაც გადაადგილდებოდა, ძალიან უნიკალური არის. Ну, ის მომენტი, რომ აქ ცხოვრობდა ეს მართლაც სოფლიოს უდიდესი პიროვნება, რაღაც თავისებურ ემოციას იწვევს. დიდი კომფორტით არ გამოირჩევა, ჩვეულებრივი ვაგონია. დასაწყისში როგორც ნახეთ მისაღები ოთახია, იქ საძინებენ და ჩვეულებრივი სპარტანული მოწყობის შეესაბამებოდა მის ცხოვრების წესს. მოკლედ ახლა ჩემი ხვლიკუნია აქ არის, ეს არის ვაგონი. ახლა მეუბნება, ასე მითხრა, რომ შევიდეთო, იქ შევძვრეთო და ვაგონთან და იქ ძეგლი როა იქ ფოტო გადავიღოთ, მაგრამ დაცვა მოვიდა და სასტიკად აკრძალულიაო და ახლა ცოტა ის არის, რა ქვია, გაბრაზებული არის ახლა. არიო, ვაფშე არა გაქვს მუღამებიო, ჟილკაო. მეუბნები ხალხიო ახლა. შიგნით შესვლა როგორ შეიძლება, ხო? ცოტა რაღაც ვანდალური აქ გვაწერია ვანდალი, მაგრამ მართლა ვანდალები ხო არა ვართ, არა? შეხვიდე ხა და იქ ირბინო იმაში. მოკლედ მაქსიმუმებას ვარი თქვი. არა უშავს სხვა დროს შეიძლება შევიპაროთ. ნახეთ ესე იგი სახლ-მუზეუმი კადრები გადაიღე შიგნითო, გინდა თუ არაო. მე რო ვერ შემოვდივარ, ხო უნდა მანახვა და გადაღება არ შეიძლებოდა, არა? ჩამაგდო იმაში, რა ქვია, ვინუჯდენს რო ეძახია. როგორ არის ქართულად ვინუჯდე? ვინუჯდენ. აიძულებული გამხადა, ხო? აიძულებული გამხადა. ესე იგი გადამეღო. წავედით მოკლედ. სტალინის სახლ-მუზეუმი მოვინახულეთ. ეხლა შვენიერია შემოდგომის გორი.
ესე იგი გავემართე ცოტა ხანში სახლისკენ, შემაღამდა თუმცა გავჩერდი თბილისში, ცოტა ხანი გავჩერდი და უკვე შეღამებული იყო და დავიძარი სახლისკენ სრული სვლით. როგორც ხშირად ხდება, აქაც ერთი ხიარული, შუამხიარული ადამიანი მეკვია და მე კონკაობა რამის ყველა მეც მეტი რამე სასრულისკენ ყველაფერი უკვე დამშვიდდა, დაწყნება ავტობანზე სიმარტოვე იყო და მეც მივენდე მოკლედ მოტორელაქსაციას ძალიან მისია. გზის ბოლო მონაკვეთი უკვე გარესჩაში რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი იყო. ყოველთვის საოცარი განცდა, როცა ესეთი ემოციურად დატვირთული დღის შემდეგ ბრუნდები სახლში. ძალიან სასიამოვნო განცდა, გარესჩული სიმშვიდე, სიმყუდროვე, ამ ქაოსის და ხმაურის შემდეგ რაღაც მართლა არა აქვეყნიური გარესჩული და ღვთაებრივი